დღეს ჩვენ ამ ვიდეოში ვითამაშებთ ნორმალურ ობის ტედრენთან ერთად. სინამდვილეში ტროლობია და ტედრენი ამის აზრზეც არ არის. მოგლებ მეგობრებო, მოგესალმებით ყველას, მე ვარ გამოვიწევთ ეს კაიკაცი. ტედრენს უსმენთ ხალხო სწორ ამის სახის. ნუ მოგლებ მეგობრებო, მოგესალმებით ყველას, მე ვარ აზორებალი, ხოლო როგორც გაიგეთ, დღეს ჩვენ ამ ვიდეოში გვექნება კოლაბი ტედრენთან. ხო და მეგობრებო, როგორც გადავხედე, თქვენ ძალიან გიყვართ როცა ვაკეთებ კოლაბებს. ამიტომაც ამ კვირას თქვენ გელოდებათ გიჟობა კოლაბები. ამის მერე შეიძლება ვაფშე გიგი 5-7-თან ერთადაც გავაკეთო კოლაბი. ნუ როგორც ხედავთ მეგობრებო, დღეს გადავწყვიტე რომ Steve Rayon-ი არ გვეთამაშა. ვითამაშებთ ობის, რომელიც ერთი შეხედვით ჩანს ჩვეულებრივი ობი, მაგრამ აქედან მარტო მე ვიცი, რომ ეს ობი არის ტროლობი. და ისეთი ტროლობი არის, რომ შეიძლება აქ ყველას ნერვები მოეშალოს. ხო და მეგობრებო, ვიღებ ამ ვიდეოს ტედრენთან ერთად კიდევ ერთხელ გეუბნებით. ტედრენის არხის ლინკი იქნება აღწერაში. საუბარი მაქვს ორივე არხზე, რეაქციის არხზეც და გეიმინგ არხზეც და თხოვნა არის, რომ ვინც გადახვალთ აღწერაში, გამოიწეროთ მისი არხი. ასევე მეგობრებო, მადლობელი ვიქნები თუ ჩემს არხსაც გამოიწერთ, ამით მეს გამახარეთ და ტედრენსაც გაახარებთ. ამიტომაც ვინც ამ ვიდეოს ყურებს მეგობრებო, თხოვნა არის, რომ ეს ვიდეო დაალაიქოთ, არხი გამოიწეროთ და რაც ყველაზე მთავარი, გააქტიუროთ ზაისხლაკი, რომ აღარ გამოჩნდეს გასტების ვიდეოები. ასევე მეგობრებო, 4000 გამომწერამდე მინკლია სულ სადღაც 70 გამომწერი და როგორც კი 4000 გამომწერზე ავალთ მეგობრებო, მე თქვენ გაგითამაშებთ 400 ბაგეტი ტუალეტს. ფიქრობ მეგობრებო, ასევე ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებს, ამ ვიდეოდან უეჭველი ბერს უნდა რომ მინიმუმ 4 ბაგეტი ტუალეტი ყავდეს ბაზაში. ხო და თუ მართლა გინდა რომ 4 წლის ბაგეტი ტუალეტი ყავდეს ბაზაში, კაგრამის თავაზობთ. ახლა ვისაც გინდათ ბაგეტი ტუალეტი, გადაამოწმეთ ეს ვიდეო და ლაიქებული გაქვთ თუ არა, თუ არ გაქვთ დაალაიქეთ, ასევე არხით თუ არ გაქვთ გამოწერილი, გამოიწერეთ. ამით დაჩქარდება იმის პროცესი, რომ 4 წლის ბაგეტი ტუალეტი გაგითამაშოთ. 4000 გამოწერზე მეგობრებო, როგორც კი ავალ, გათამაშდება. მაგრამ მეგობრებო, ვისაც გეზარებათ 4000 გამოწერამდე დალოდება, ამ მომენტში თამაშდება ტანტანგი, რომლის გათამაშებაზეც ვისაუბრებ ვიდეოს ბოლოში. ამიტომაც თხოვნა იქნება რომ ამ ვიდეოს ყოთ ბოლომდე, რადგანაც ვიდეოს ბოლოს ვისაუბრებ ტანტანგას გათამაშებაზე, ხალხო. ახლა კი მეგობრებო, დადგა დრო იმისა, რომ შესრულებით მორჩეთ და გადავიდეთ ვიდეოზე. კაი, ტედრენ, ეხლა დადგა იმის დრო, რომ შენც მიესალმო გამომწერებს. ველაპარაკებოდი ამდენი ხანი ხარ და თუ ჩემი ხარეს მოდათ? არა უშოს, ეხლა მიესალმე. და მოგესალმებით. გამოვიწევთ ეს კაიკაცი. დავიხმაროთ. სამწუხაროდ არ მისვლის ხმა. და მომავალში გამოვასწორებ თავისუფლებას. ჯიგარი ხარ ტედრენ. ტედრენის არხის ლინკის იქნება მეგობრებო აღწერაში, ორივე არხი და თხოვნა არის, რომ ტედრენის არხის გამოიწეროთ. ამით თქვენს დამეხმარებით და ტედრენსაც. კაი, მზად ხარ ეხლა გავიაროთ ეს ობი თუ კიდევ რამე სიტყვი? აბა მოგესალმებით. ჩემო და რიბალის გამომწერებო, დავეხმაროთ ამ კაიკაცს. კონტენტის გარდაში აუცილებლად გამოიწერეთ, ლაიქები არ დაიშუროთ და დავიწყოთ, მე არ ვიცი ხა. ამ თამაშის ნემა. კაი, დავიწყოთ. წავიდეთ, აბა. ჩვეულებრივი ობი არის, არაფერი ისეთი. წამო. აქ ჩეკპოინტი აიღეთ, რომ მე ვეღარ დასპაუნდები აგერ, აი. ავიღოთ და გავიაროთ. დაიტროლა უკვე. კაი. არაფერი არ მეთქვია. რა ხდება ის რა არის? ეს როგორ გავიაროთ, აბა? ღადა ობის რა არის? დედა! ტროლობი ყოფილა. კაი, წამოდი. შემდეგი სტეიჯის დრო არის, აქ რო გავიარო ჩავარდები, ხომ? აბა, გვედით უნდა გავუაროთ. სიო მარტივი არის. ნელა, აუღებთ ხალხს. ხო, აუღებთ ერთად. არა. წითელი არ კლავს. მეს დავიტროლე ჩემს საკუთარ ტროლის ოფში. ეს რაღა არის? რაღაც საინტერესო ამბავი. ჩვეულებრივად უნდა გავიაროთ, აქ არაფერი ტროლი არ არის მე მგონი. ხო, ტედრენი მიხვდა, მე ვერ მივხვდი. ანუ მაგიზა ტროლა მინდა და მე დავიტროლე. ხო მიხვდით? დამება ცოტაინა, მაგრამ არა უშავს და ეს რა არის? ტედრენ შენ უბო ჩავარდა.
მოდი აქ. დამაწყებია. მე მგონი მივხვდი. აქ გამოივლი შუაში არა. შუაშიც. პრინციპში შუაშიც შეგიძლია გავლა. ასე და ასე. მარტივია, მაგრამ ჩავარდა მაინც. მოდით, ედრენ, გელოდებით, სასტავი, მოდით. არა, კიდე ჩავარდა. კიდე ერთი რაღაც გამახსენდა მეგობრებო ეხლა. სასტავზე გამახსენდა. ამ მომენტში მეგობრებო ძალიან ბევრი გამომწერები შემოვიდნენ, რაც მშვენიერი არის. ეს იმედია ცუდად არ გადაიქცევა და ხელი არ შეგვეშლება და პირიქით დაგვეხმარებიან გამომწერები რამეს ვერ გავივლით. კაი, მოიცა. ეს იზი არის. რაღაცას ხედავ იქით, გვერდზე რაღაცას ხედავ. აქ ჩავარდება ბოჭველი, ნახეთ. აი გეტყვით მეგობრებო, ეხლა გვერდზე რა დავინახეთ. ტედრენ, აქეთ. ტედრენ. გადმოხტი აქეთ. გადმო. იქ ჩავარდები, გადმოდი აქეთ. სიო, ჯიგარი ხარ. მოდი აქ. გადადეკი. სიო. აქ წერია look under your legs. აბა, ჩავიხედოთ. მოიცა არ მინდა. ჩავარდით, მაინც მეგონა ჩოლები ვერ უნდა გავიაროთ. უნდა გადავხტე ხა, მოიცა. სიო ეგ არის. easy. კაი, მოიცა, აბა აქეთ გადავიდეთ, აქეთ რა ხდება? არაფერი, ჩოლები ვარ, easy არის. ჯერჯერობით მარტივი არის, მაგრამ მერე გართულდება. და აქ ხტუნახტუნის ნავიცვალოთ. ედრენიც მიხვდა, რომ დღეს იწვალებს ამ ვიდეოში ჩოლებრივი არ არის. აქ რა ხდება? სიო, ედრენი მიხვდა, მეც მივხვდი, მაგრამ მე უფრო რთული გზა ვიჩი, არ ვიცი რატომ. ისაც შევიდა და იცა. ის ჩემზე მალე ხდება. ცოტა უცნობია, მაგრამ მაინც აქ რა ხდება? აქ მოკვდა წეღან თუ რა მოუვიდა. კი, მოკვდა აშკარად. მოიცა თხილად. ის გვერდიდან არის, მე წინიდან. არა, მე გვერდიდან, მაგრამ არა, ბიჭო, მაინც მოკვდით, რა ხდება? დაიცა. ახტომის გამიმოკვდა. ხო, აშკარად ახტომის ბრალი იყო. კაი, აბა აქით რა ხდება? აქით ვეღარ გავდივართ. მე მგონი გვერდით უნდა გავიდეთ? დაიცა. კი, გვერდით უნდა გავიდეთ. ჩამო. მარტივია უკვე. მე მგონი მე-20 სტეიჯზეც გადავედით. აქ რა ხდება? არა, მე-20-მდე ჯერ 5 ვაკლია და კიბერს ხედავ აქ, სიო. ისე რაღაც პონჩი ცოტა მარტივი არის ეს, იმიტომ რომ უჩინარი ნაწილები რაც უჩინარი უნდა იყოს, თლიანად უჩინარი არ არის. პატარაზე ჩანს. ეგრე, აქ რა ხდება? აი მეგობრებო, პატარაზე ეს ნაწილი ჩანს და ეს რო არ ჩანდეს, უფრო მაგარი იქნებოდა და გასართობი ალბათ. წამოთ ედრენ აქ. აი აქ არის. ის გავიდა მე მგონი. მოვიდა სიო. მიყვეთ ჩვენს გამომწერს და გადავედით მე-17-ზე, ხო? ხო, მე-17 სტეიჯი. აქ რაღაც ისე არ იქნება. ხო, მართალი ხარ. გამოწემა, ჩემზე პირველი გაიგო და მაგას რატო არ შევხედე? მაინც ჩავარდი. თეთრზე დახტით, უეჭველით. ოიმე, წითელი უეჭველი. თუ პირიქით არის. ხო, როგორც ჩანს პირიქით არის წითელი. კაია, თეთრი კლავს. მაგარი ლოგიკაა. კაი, აბა აქ რა ხდება? აქაც რაღაც ისე ვერ იქნება. მოდით ედრენს დაველოდოთ მეგობრებო. ნახოთ ედრენი როგორ გაივლის ამას. კაროჩე, ავაჩქაებ რა ამას და ედრენი როგორ გაივლის დაგემუნდებით. შვენიერი გაიარა. კაი, აბა აქ რა ხდება მეგობრებო? ასევე მეგობრებო, გადაწყვიტე ასეთი რაღაც. აქ უეჭველი მახია. ხო და მეგობრებო, რა გადაწყვიტე? ვიდეოებს ამ ბოლო დროს ვდებ დიდი ხანი. კი დიდხნიანები მოგწონდა რაღაცა, მაგრამ ამ ბოლო დროს ზედმეტად დიდხნიანს ვდებ და მაგაზე ვიღაცებმა შენიშნა მომცეს. ხო და მეგობრებო, ბევრს აღარ მოწონს ეს დიდხნიანი ვიდეოები. ბევრს მოწონს, მაგრამ ბევრს აღარ მოწონს. ამის გამო მეგობრებო, აწინ ხან დიდხნიანს გადავიღებ, ხან ცოტა ხნიანს. აქ კიდევ რა ხდება, აბა მოიცა ასე შევხვდეთ. ხო და რა ვიცი მეგობრებო, აწინ ჩემგან ელოდეთ მეგობრებო. ხან ცოტა ხნიან ვიდეოებს, ხან დიდხნიანს რა. აწინ მარტო დიდხნიანები აღარ იქნება ამაღზე, რადგანაც ზოგს მოწონს, ზოგს არა. აუცილებლად მეგობრებო, დამიტოვეთ თქვენი აზრი კომენტარებში თუ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით. ედრემაც მიხვდა რაც უნდა გაეკეთებინა, დამება ენა, ჯანდაბა და გადავედით. ეს easy chance. ხო, easy არის. Not everything you see is right. აბა აქ რა ხდება? რა ვქნათ აბა აქ? არა, ჩავარდით მაინც. საქმე რაღაცაშია. რაშია საქმე ხალხო? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. აქ უეჭველი დაიცა ზვა. შუაში უნდა გავიაროთ. ეგ არის. ასევე ისე შემოგვეპარა ეს მე-20 სტეიჯი, რომ რა ვიცი, ეს წითელი მეგონა რომ უნდა დამდგარიყავით აქ, მაგრამ აშკარად ამ წონეზე უნდა დავდგეთ. აი,
ხო გითხარით? იმაზე დავდექით თუ არა მოვკვდით, ამიტომაც წონეზე ვდგებით. აქ რაღაცაშია საქმე, არ მგონია რომ ასე უნდა გავღიაროთ. კი. ქვევით უნდა ჩავიდეთ, აზე ხართ? ტედრენა სად არის? ტედრენა როგორც ჩანს ვერ გადის. დაველოდებით. და ტედრენა მეგობრებო შეძლო ეს. გილოცავ. აბა შემდეგი რა გვაქვს? კაი, აქ უეჭველი ვიცი რა ხდება. ორივე გკლავს. აი ორივე მოკლავს ახლა და უნდა გადავიდეთ აქით. იმიტომ რომ ესლაზე ის მოკლავს და იატაკიც და სწორი ვიყავი. აქ რა ხდება? მე მგონი გვერდზე არის უჩინარი ის, ხო? ბლოკი. აბა გავიაროთ. მოვკვდით მაინც. გვერდზე არის ხო რაღაც? არა, გვერდზე გაუნწემა გაიარა და არაფერი დავხდა. აბა დავტესოთ მაინც. არაფერი და არაფერი. თუ კი. ვიცი. დაიცა. სიო, არა. კი. შეთხოვით ჩამოვარი უბრალოდ. კი, ამოდი. აქაც მე მგონი იგივე. ხტუნით უნდა ვიწვავოთ სამწუხაროდ. რაც არავის არ აწყობს. დავხტეთ აბა აქ. აბა აქ რა ხდება? ახლა ქვევით ჩავდივართ. აქ სიო. წითელზე ხტებით აქ. დაიცა. და უნდა აუაროთ რა ამას. ჯანდაბა, ტედრენი კიდევ ვერ მიხვდა მე მგონი. დაიცა, მივანიშნებ. ტედრენ! ამას აერიდე, ლუჩ ნუ აერიდო, იმას კი არა, წითელს. მოდი. კაროჩე მეგობრებო, კიდევ ავაჩქარებ რა. ატომ ლუჩზე უნდა დავხტო. კუჩა, შენი შეძელი, ტელეპორტერი უნდა ვიპოვოთ? ნახოთ რომელი გადაგვატელეპორტირებს. არა და კინაღამ დრო დაკვარგეთ ყვილა. ჩემზე ადრე მიხდნენ ეს, როგორ მოხდა? ასე უნდა შევიდეთ ახლა და აქ მოკდნენ. აქ რაღაცაშია საქმე. აბა რაშია? თუ შიგნით ვერ ვიპოვეთ მეგობრებო, კიდევ ერთხელ ვცდით, თუ შიგნით ვერ ვიპოვეთ. ვიღაცა შიგნით შევიდა მე მგონი. გვერდიდან? არა, არც გვერდიდან. აბა საიდან? დაიცა სადმე ხوار უნდა ავაზრეთ უცებ, დაიცა. ჩემი გამომწერი რომელიც ტედრენზე და ჩემზე სიო მიხვდა. ტედრენ. ამოდი და წავიდეთ ახლა. დავა, ესა გეიმბასია. რაში მინდა სლეპი? ქვევით ჩაიხედე ტედრენ სამ აქ გადმოხვალ. იმიტომ რომ აქ პატარა მინიშნება არის. წამო. აგერ აი გამომყევი თუ ვერ ხედავ ქვევით. არა მე ჩავარდი ვანიშნებდი და ის სიტუაცია არის ბრმას ანიშნებს და მე ორივე ჩავარდებიან. ეგეთი სიტუაცია მოხდა ახლა. ხო მიხვდით? კაი წამო. ამჯერად სწორი ნიშნებას მოგცემ. გვერდზე. არა ჩავარდა? არა, მეც გადავხედავ. ჩეკპოინტი და ვნახოთ. Yes, გაიარა. აქ რა ხდება, აბა? აქ ჩოლივად გავდივართ. სადღაც მოკვდებით უეჭველი ვიცი. არა. ნახე ამას. ლაზდეს უნდა გადავახტეთ. მოდი. მე მგონი ამის ტროლინგი იმაში მიმდინარეობს, რომ მთელი რაუნდი ვიჯერებდით იმას, რომ ტროლინგი იყო და ეხლა ცოტა ხანი ტროლინგი არ იქნება. აი ხო ვიცი, ტროლინგებს თამაშობდი ადრე სულ. ახლა არაფერი ისეთი არ ხდება, მახეები ვაფშე არაფერი არ არის და მერე იქნება. მოკვდი მაინც. ჩორები ვაფშე მოკვდი. ჯანდაბა. კაი, გავივლით ამას და მერე მიხვდებით ასე ვამბობ. ეხლა უეჭველი მახე იქნება, ნახეთ? უბრალოდ შეხედე. არა. პრესში ტროლინგი იყო, მახე არა. S+1 უდრის 2-ს. წავიდეთ აბა 2-თან. ისინი მოკვდნენ, შუაში გავივლი, არ მოინტერესებს. არა, მოვკვდით მაინც. S+1. რანაი ლოგიკაა? ზორი. კაი, please let me ფაში გავივლი. გთხოვ, გამატარე. ამას სახის ქართულად ვინც არიცით. გთხოვ, უბრალოდ გამატარე, არ მინდა კითხვები. სახიფათო, არ შეეხო ამ ღილაკს. აბა შევეხოთ. ხალხო დაგვეხა. ბაქრუმში ვართ. აქ რა გვინდა ხალხო? ისევს უნდა გავყვეთ ახლა უეჭველი რომ გავიქცეთ აქიდან. აქ ახლა ვიღაცა რო გამეძროს, გავდივარ ეგრევე ამთამაში და ვიღაც მონსტრები და ვიღაცები რო გამეჩითოს აქ. კომპიუტერსაც დავლეწავ. აგერ არის ის არის. წამოდით. მოდით არ დაიკარგოთ. ეგ არ გვინდა ახლა ბაქრუმში რო ვინმე დაიკარგოს. აგერ არის კიდევ ერთი ის არის. აგერ არის კიდევ ერთი ის არის და მე მგონი მახე არ არის.
Yes, გავიარეთ. გავედით მოქმედან. ტედრენი სად არის? მოვიდა სიო. ახლა აქ რა არის? ჩოლებივად უნდა გავიაროთ არა, როგორც ხედავთ, ვერ გავივლით, რადგანაც ტროლობი არის. ალბათ გვერდზე? დაიცა ავდგე. აბა გვერდზე გავუაროთ. თუ კი, შემიძლია გვერდზე გავლა. ის ტედრენ გვერდზე უნდა გაიარო. თუ არა, მაინც შეძლო ამან. ნუ როგორც შეგიძლიათ წინ გაიაროთ, მაგრამ გვერდზე თუ გავივლით, უფრო მალე გავივლით რა. კინაღამსთან მე ჩავარდით, ეს მახი არა მე. დაიცა 2 წამი. ამის იქით ვერ გავდივართ. გვერდიდან არ ამგონია იყოს, რა თქმა უნდა არ არის და წეღან სადღაც კინაღამ ჩავარდით და ეგ ხო არის მინიშნება 2 წამით სადღაც აქ იყო. 2 წამ ტედრენ რაღაცა ვიპოვე, მოდი აქ. არა, ჩავარდი მაინც. What the fuck, ტედრენმა გაიარა. როგორ? დაიცა 2 წამით. ტელეპორტერი არის და მე არ გამიშვა. ხვდებით? კაი, მოიცა. აქ ჩოლებად ქვევით ხტებით. აქ წითელს შემქვევით არ შეეხო. ქვევით რაღაც ლაზერები დავინახე. ხომ, ლაზერებს არ ვეხებით. აი, დაიცა გავაგზავნოთ, აბა სპამჯობი კი არ ამგონია იმუშაოს. უბრალოდ უნდა დავიმახსოვროთ ის თუ სად არის წითელი. აქ არის წითელი, აქაც და გავიარეთ. ალბათ აქაც იგივე არის? კი, როგორც ჩანს მეგობრებო, აქაც იგივეა. დაიცა. არა, ბიჭო, როგორ ჩავარდით? მეგონი ცოტა გადახრილი ვიყავით და მე უბრალოდ გადავარდით რა. დაიცა. ზუსტად 1 ნახტომი დამჭა და ეგ არის. ოპა, find another path. სხვა გზა იპოვეთ. აბა ვნახოთ აქ რა ხდება. აქ ეგრევე ვარდებით. მე მგონი უნდა გადავხტეთ? დაიცა. აბა, ახლა ასე ვცადოთ. არა, ბიჭო, რაღაც ბარიერი არის მე მგონი. არა, იმან გადაახტა ჩოლებრივად. სიო. მე გავიარე პოსტად ცუდად. აქ ვაჭეთ ღილაკს და იზრდება. ტედრენ, ღილაკს დააჭირე აქ. დაიცათ მეგობრებო, სანამ ტედრენს დავეხმარებოდეთ. ჩეკპოინტს ავიღებთ და ეს ვინა? რაზორებალია წერია. და ჰაკერობს. ჰაკერები შემოვიდნენ მეგობრებო და თან ჩემი მომწერები არიან. კაი, დაიცა ტედრენს უნდა დავეხმაროთ ახლა. მაუს დააჭირე. მაუსია, თითია, სკამია თუ რაც არის, დააჭირე მაგ ბლოკს. არა, მაინც ვარდება, იმიტომ ვარდება ის, რომ მაგასთან არ აქვს დაჭერილი მაგას და არ უჩანს ჩემე როგორც მიჩანს ბლოკი ისე. ანუ უნდა დააჭიროს რა ღილაკს მაგანაც. გამოწირო. მარტივი ყოფილა, უბრალოდ ბლოკს უნდა დაგეჭირა ხელი. კაი, აბა აქ რა ხდება? მივხვდი ეგრევე, სიო. აი ხო ვიცოდი, წვანე რო რაღაცაში დაგჭირდებოდა და ტყუილი არ იდგა აქ. ტყუილი არ იდგა ეს. უნდა ამოძვრეთ აქ. ტედრენიც მიხვდა. ავიღოთ ჩეკპოინტი და ვნახოთ. რა გველოდება შემდეგი? გვერდიდან ამას ვერაულით როგორც ჩანს. აბა სხვა რა გზა გვაქვს? არა, გვერდიდან ვერანაირად ვერ გადავახტებით. ალბათ აქ. აზე ხართ. ხტუნა უნდა გავსპამოთ და ჩოლებივად დავხტებით. ნახტებით რა, აუძრებით. იმედია ტედრენიც მიხვდება აგერ დაიცა. აქ. ამ ნაწილზე მუშაობს მარტო, სხვაგან არ მუშაობს. შემდეგ მეგობრებო შეგვექმნა მე და ჩემ მომწერის პატარა პრობლემა. ძალიან გვიჭირდა ერთი სტეიჯის გავლა, რომელსაც ახლა ალბათ ხედავთ და მე რო გავიარეთ ისეთი მარტივი აღმოჩნდა, სასწაულად დავარეიჯე. უბრალოდ შეხედეთ. კაით ბიჭო, როგორ უნდა მე გადავებით? Fuck! Okay, მეგობრებო, როგორც ჩანს, შემდეგი სტეიჯი არის კიბე, სადაც ვერ ავდივართ, ანუ ცოტა ხანი ავდივართ და მაგის კიდე ვეღარ ავდივართ. და რა უნდა ვქნათ? რა უნდა ვქნათ? ვერ ავდივართ ვერანაირად. წეღან კინა გამოვედით, მაგრამ ვღადაობთ? გვერდზე უნდა გავუვაროთ. აქ გვაქვს 2 გზა და წელია რომ 3 გზა არის აქ და აქიდან ერთ-ერთი არის უსაფრთხო. თან წელია ისიც რომ 3 გზა არის და აბა ვნახოთ. ეს? არა. მე მგონი შუაში. ხო, მივხვდი ეგრევე 3 გზა რო თქვეს მაგის გამო.
მაგრამ მეგობრებო, ტედრენი როგორც ხედავთ, ისევ გაიჭედა და თან ძალიან ბევრი გამოწერები შეგროვდნენ ეხლა. თავიდან ერთი გამოწერი მოყვებოდა მარტო, მაგრამ ეხლა ძალიან მოგროვდით, რაც მშვენიერი არის და კარგია. ტედრენ იმედია გამოყვები, აგერ გამოყვა და ვნახოთ შემდეგი სტეიჯი. ეს ძალიან მარტივია ხა, 2 წლის ბავშვიც მიხდება. დავაი დავხვდეთ. ელპრი! აბა რა გვაქვს მეგობრებო, შემდეგი ვნახოთ. კაი. რა რთული იყო ხალხო? ვაიმე რა რთული იყო. კაი, დახტით აქ. და ვინმე გადახტით რომ მან სპამ ჯამპი. თუ არა, ჩავარდი მაინც მან. ის როგორ გადახტა? ვიცი? ასე? ხო. ახლა აქ როგორც ხდებით, ჩვენ ზევით მოვიყროთ. Look above your head და რა ვიცი. მე ჯობია გამოწეს მიყვე, მაგრამ როგორც ხედავთ, გამოწეს რო გავყევით, მაინც წავაგეთ და აი ატომ მოვიყროთ ჩვენ ზევით. მინიშნება არის აქ პატარა, შეხედეთ? აი თეთრი რაღაცეები. გადავხდეთ და გადავხდეთ. ავიღეთ ჩეკპოინტი და რამდენი გამოწელები არიან ხალხო? 1 2 3 4 5 და უკან ტედრენიც არის. ტედრენი ისევ გაიჭედა, ცოტა დახმარება ჭირდება, მაგრამ მე მგონი ხდება უკვე. მე მგონი ხდება იმას, რომ ზევით თუ აიხედება. არა, 6 გამოწერები ვართ და მე 6 გამოწერი უბრალოდ ტედრენს ეხმარებოდა. აქ რა ხდება? აქ ვიღაც ქვევი ჩავიდა. მე მგონი ქვევით უნდა ჩავიდეთ? კი, ეს მარტივია ძმა. შემდეგი, როგორც ხედავთ, ეს შეიძლება ტროლინგი ვაფშე არ იყოს და უბრალოდ გავივლით. არა, მაინც მოვიდით. ლაძეს არ შევეხეთ და. დაიცადე, ამას განსხვავებული ფერი აქვს. და როგორც ვივარაუდე, ისე აღმოჩნდა. იქ ღია ფერზე არ ხტებით, ხოლო მუქზე ხტებით. ტედრენ აქ დახტი, აქ. მოდი. მენიერი გავიარეთ. რა გველოდება შემდეგი? შემდეგი მეგობრებო გველოდება ვალჰოპინგი და მე შიგნით შესვლა? კი, აშკარად შიგნით უნდა შევიდეთ. ტედრენ შიგნით, აი აქ. აი. აქ. ხოლო აქ ფიქრობ რომ თანის არის თანის. არა. ტროლინგი ვაფშე არ იყო. აბა ეს რა არის? არც ეს არის ტროლინგი. Interesting. Okay, აბა აქ რა გველოდება? აქ ქვევით ხვდებით და ტელეპორტერია. ტედრენა ისევ გაიჭედა, ხო და დავეხმარებით. ქვევით ჩამოხტი ეხლა და ტელეპორტერია რა. ეგ არის იო, GG-ს. აქ გვაქვს free level-ი, მადლობა რომ არ დავტროლე თამაშო და ეხლა ღილაკები უნდა ვიპოვოთ აშკარად. აბა ღილაკები ვიპოვოთ მეგობრებო, იაფად. ოპა, ვიღაცა იმპოვა ღილაკი. GG-ს, გავედით. მაგრამ ტედრენას არ არის. ტედრენ გამოდი, შენს ღილაკი იპოვეს უკვე. გაიღო ყარები, გამოდი. ოხ, ბიჭო. ღილაკს ტედრენა როგორც ხედავთ მეგობრებო, არ ევასება. ტედრენა მოვიდა თუ არა, კაერთან დაიკეტა ეგრევე. შემდეგი აქ გვაქვს პატარა ობისავით, ხო? აბა გავიაროთ. აბა ვნახოთ რა გველოდება. აბა რა გველოდება. ვიღაცები გვერდიდან გადიან. დაიცა. ვიღაცები გვერდიდან გადიან. ტედრენ, ნახე ხარ რა გავაკეთო. ფოკუსები, ილუზიები და ამბები. სად მიდის ტედრენა? ტედრენ, უკან გამოიხედე, ნახე რა ხდება. უკან. ჰელო, უკან ვართ. ჰელო, კაი მოისამ. აი აქ. გვერდიდან უნდა გავუარო. ძალიან მარტივია, მაგრამ ახაც რომ ახი გაიჩითოს, გამოჩდედები. აი გავიარეთ და ავიღეთ ჩეკპოინტი. მაგრამ აბა აქ რა გვაქვს ეგ ვნახოთ. არაფერი? წითელს არ ვეხებით და გვერდიდან ხვდებით. მარტივი, შევეჩვიე მეგობრებო ამ თამაშს. და იმედია ტედრენაც შეეჩვია. აქ ასე ჯობია იყუროთ. აი ყველაფერს ხედავ. მე ყველაფერს ხედავ. აქ რა გვაქვს? ოიმე კინაღამ შევეხეთ და გამოვედით. აბა რა ბიჭო. აქ გვერდიდან ვერ ხვდებით ხო? ვერა. აქ ვერც აქ. აბა საიდან გავიდე ბიჭო? მიშვენეთ! გავიჭედე. სიო. აღარ მინდა. მიშვენეთ! აღარ მინდა. ახლა უკვე ნაშველი ვარ. კაი, აღარ გვინდა წრიპინი. ბოლო ამხელა იუთუბერი ხარ და ვიდეოებში წრიპინე ბიჭო. პირიქით ასე უნდა თქვა. მიშვენეთ! ახლა ტედრენასაც დაველოდებით.
ედრენ უბრალოდ უნდა გვერდიდან ახტე, კიბე არის მათ უჩინარი და გადახვალ. ეგ არის ჯიჯის. გადავედით და აქ რა გვაქვს აბა? აქ უეჭველი დავსკება მომაწეს, იმიტომ რომ არ მგონია საინტერესო. არა, საინტერესო არის. ავედით და აქ რა გვაქვს? აქ არის უჩინარი ბლოკები, რომელსაც ვხედავთ. მაგარი უჩინარი არის, აი 50% არის მარტო უჩინარი, რა აზრი აქვს? ამას ჯობია რომ მთლიანად უჩინარი იყოს რა და უფრო რთული იქნებოდა ეს. აქ უეჭველი წითელია კაი და ხო მუქი წითელი კლავს. აი თავიდან ვიცოდი რა. კიდევ ერთი რაღაც მეგობრებო, ვინც აქამდე მოაღწიეთ და გინდათ რომ ედრენასთან ერთად მეორე ნაწილი დავდოთ, სადაც ვთამაშობთ ტროლობის, თხოვნა არის მეგობრებო, რომ ვიდეო დაალაიქოთ. დღეს ჩვენ გავდივართ მარტო 100 stage-ს და შემდეგ ნაწილში მეგობრებო 200 გავილით და ამ ვიდეოსთვის ჩვენ გვინდა 100 ლაიქი იმისთვის რომ ტროლობის მეორე ნაწილი დაიდოს ედრენთან ერთად. ასევე მეგობრებო, კიდევ ერთხელ გეუბნებით, არ მგონია თავიდან თქვი თუ არა ვიდეოს დასყიში, მაგრამ ბევრს ამახსეს თილბრეინოთი მოწონს და იმათვის, ვისაც ცოტა იმედები გაუცრუე, რომ თილბრეინოთი არ გადამიღია ამ ვიდეოში, შემდეგ ვიდეოში მეგობრებო, ძალიან მაგარი ვიდეო გელოდებათ და თან ძალიან მაგარ და საინტერესო YouTube-თან გვექნება კოლაბი. და ეგ ყველაფერი მოხდება თილბრეინოთში. აბა ვნახოთ აქ რა გველოდება. აქ უეჭველი წითელს არ ვეხებით თუ ვეხებით პირიქით. პირიქით წითელზე გავდივართ. აი თავიდან ვიცოდი, მაგრამ მაინც დავეჭდი მაგის გამო მოკვდი. ჩემბრალია მაინც. აბა აქ რა არის? არაფერი ისეთი. როფერი ახვტი ბიჭო და ზევით ავედი. ყველა ქვევით არის და პირველი მე გავატყი. Yes! ქვევით ხართ. მოდით აქ ბიჭო. აქ მოდით ახტით, აი აქ. აი ამ ადგილას დადექით. მეს გავიჭერე და ახტით. რა უნდა მაგას? აი ერთმა მიხვდა აგერ. ედრე მოდი შენს. აგერ აი. იზია რა. აი აგერ. რა ხდება? ედრეს მეგობრებო რაღაც ცოტა მიკროფონი უჭედავს, რაც კარგის ნიშანი არ არის. ხმები მომენტებში უწყდება და მე მგონი თელი voice-ის და მიუთება მომიწევს ახლა, რადგანაც გამომწერები შემოდიან და გამომწერები voice-ებს თავენ და ჩემი ხმა მეორდება. აქ რო ვახტებით მეგობრებო, კიბე იქნება. სამარტივია ხო. კოდი უნდა გამოვიცნოთ და კამანდა პირდაპირ გავა. და ეხლა გითხარით. გავიდა. ეხლა აუძურებით აქ და მოკვდებით. გვერდიდან ხო არა? არა, გვერდიდანაც არის ვიღაცები. დაიცა. გვერდიდან რო გავუვაროთ, არ მოკვდებით, ხო? მასკარად არა. ედრენიც ამოვიდეს აგერ შვენიერი და პატარა მეიზი გვაქვს ეხლა აქ. ძმა ვერ გავდივარ. დაიცა. ერთ ბლოკს უცნაური ფერი აქვს. აი აქ უნდა გახვიდეთ. შვენიერი. აქ გვაქვს ახლა პატარა ციხე, სადაც როჩავჯდებით, წავალთ ხომ? Yes, ავედით. კაით, ახლა გამომწერებოთ თქვენ გადით იქ, აი აქ წადით და მე აქ ჩავალ. მაღალი IQ ხალხო, მაღალი IQ. ყველა მომატყუე და მე წავედი. ედრენიც მიხვდა, შვენიერი. აბა აქ რა გველოდება? Wall hopping-ი არ იმუშავებს ხო ამაზე თუ როგორც არის. აიო გადაახტები ასე. კი იმუშავებს. კაი თუ მუშაობს. ასე გადაახტები, მე აქით და იქით ვეღარ გადავხტები უეჭველი ვიცი. ხო ვერ გადავხტი, ზღან დავტესტე. ისიც ჩავარდა და მეც გადავყვები აგერ, აი, სოლიდარობა ედრენს. მარა რაღაც უცნაური დავინახე. გამომწერები აქ ზევიდან ადიან. აი ძვრებიან აქ. მოიცად ედრენსაც მოვიყვანო, ცოტა მივიხმარო, მაგრამ ედრენი ვერ აკეთებს ისე კარგად wall hopping-ს როგორც მე, რაც ცუდი არის, იმედია შეძლებს ახლა. მოდი დავსკიპავ და რომ მოვამაშ და გიუნდებით. მოვიდა მეგობრებო ედრენი, ახლა აქ ავხტებით. ედრენი ამოდი შენს. ახლა სად? აქით, მე აქით. აქ რაღაც ლურჯი რაღაცები არის, ასაც არა, ბარიერები არის, ლაზერები მეგონა ეს რომ და ავიდებოდით, მაგრამ ბარიერები არის აშკარად. მარტივია. აბა აქ რა გველოდება? არა, ეს სულაზღეს ზევით ვერ ავხტებით გვერდით. გვერდიც გამუშავობდა და აღარ მუშაობს. ძალიან ცუდი ადგილი ჩანს. დაის. ასე. მე ასე. როგორ ძმა? ეს რა მოხდა ბიჭო? ამას შეხედე ერთი. თუ ასე მარტივია შენ გაიარე. მაგრამ
პრინციპში გავილი აქ. ჟანდა! უი, გავიარე. ასევე მეგობრებო, ვინც აქამდე მოაღწიეთ, თხოვნა არის მეგობრებო, რომ კომენტარებში დააკომენტაროთ W ტედრენი. ამით მივხვდები თუ ვინ უყურებს ჩემს ვიდეოებს ბოლომდე. ამით მეს გამახარეთ და ტედრენის გახარებული დარჩება. აბა, აქ რა არის? გავილით. პატარა მეიზივით არის აქ. თან რაღაც ბლოკი გვეფარება, საინტერესოა და გავიარეთ. აუ, ტედრენი გაიჭირება აქ, დაიცდავს კიპო ეს ნაწილი. ამდენი ტროლინგისა და წვალების შემდეგ, ამდენი წამების შემდეგ და ამდენი შრომის შემდეგ, როგორც იქნა დადგა მომენტი, რომელსაც ბევრი ელოდით. მოკლედ, ეხლა ამასაც იზია ეს. გამოხდებით აქ, გავილით ამას და დაგჭა მეგობრებო ერთი stage. ამ stage-ს გავილით ეხლა და მორჩება ეს წამება. მაგრამ თუ გინდათ რომ ისევ გვაწამოთ მე და ტედრენა და მაგის მეორე ნაწილი დავდო, უბრალოდ ეს ვიდეო აიყვანეთ მინიმუმ 100 ლაიქზე. როგორც კი ავა მეგობრებო მინიმუმ 100 ლაიქზე ეს ვიდეო ამ წამების მეორე ნაწილს დავდებთ, სადაც 100 stage-ის მაგივრად 200 stage ვივლით ხალხო. და ძალიან წოლება იქნება ხალხო ეგ რომ მოხდეს. კაი, მოიცა? გავიარეთ. კაროჩე ხალხო, ეხლა რადგან დრო იმისა რომ ვისაუბრო მნიშვნელოვან გათამაშებაზე. გათამაშებაზე, სადაც თამაშდება ტანტანგა. ხო და გეტყვით თუ როგორ შეგიძლიათ მისი მოგება, მაგრამ ვინც არ ხართ მაგით დაინტერესებულები და ვისაც არ გინდათ რომ ტანტანგი გყავდეთ ბაზაში, შეგიძლიათ გათიშოთ ვიდეო, რადგანაც თქვენთვის დასრულდა ეს ვიდეო. მაგრამ მეგობრებო, ეხლა სანამ გათამაშებაზე გადავიდოდეთ, წინა ვიდეოში თქვი ასეთი რაღაც, რომ 76%-ს ჩემ მაყურებლების არ აქვს ვიდეო დალაიქებული და არხი გამოწერილი. მაგრამ დღეს ეს მაჩვენებელი შეიცვალა, რაც კარგი არის და უფრო კარგი ის არის, რომ ეს მაჩვენებელი ნელ-ნელა აკლდება. ეს მაჩვენებელი რო აკლდება, იმას არნიშნავს, რომ გამოწერები და ლაიქები მაკლდება. პირიქით, ეს მაჩვენებელი თუ დააკლდა, ლაიქები და გამოწერები მომემატება. ამიტომაც მიხარია მეგობრებო ის, რომ ეს ყველაფერი აკლდება, ხოლო ჩემი მიზანი არის ის, რომ წლის ბოლოს 70% კი არა. ეს მაჩვენებელი ჩავიდეს 60%-მდე. და ამისათვის მეგობრებო ჭირდება თქვენი დახმარება და თქვენ შეგიძლიათ ეს ყველაფერი გააკეთოთ და ეს ყველაფერი წაიღებს ერთ წამს მარტო. ერთი წამის მეც არაფერს არ წაიღებს და ეს ყველაფერი თან არის მეგობრებო უფასო. მაგრამ ვინც დაინტერესებულები ხართ თუ ახლა ამდენი არის, იმ მაყურებლების მაჩვენებელი, რომელიც ზარმაცები არიან და ეზარებათ ვიდეოს და არხის გამოწერა, ახლა არის ამდენი. რაც კი ნიშნავს მეგობრებო იმას, რომ ძველ მაჩვენებელს შეადაროთ, მოაკლდა. რაც მშვენიერი არის, მართლაც მშვენიერი არის და მოხარული ვარ რომ აკლდება ეს მაჩვენებელი. მიუხედავად იმისა, რომ ამ მაჩვენებელს 0.3% მოაკლდა, ეს მაინც მშვენიერი არის, რადგანაც დღითი დღე აკლდება და აკლდება. ხოლო მეგობრებო, ჩემი თხოვნა არის ის, რომ გააგრძელოთ დახმარება, ჭირდება აშკარად თქვენი დახმარება, იმისა რომ ეს მაჩვენებელი 60%-მდე დაუშვა, რადგანაც ჩემი მიზანი არის, რომ წლის ბოლოს 70 კი არა. ეს მაჩვენებელი ჩავიდეს 60%-მდე. ხოლო ამისთვის მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ ორი რაღაც გააკეთოთ, რაც ერთ წამსაც არ წაიღებს მეგობრებო და ძალიან დამეხმარება. აი, უფასოს არის თან. ეხლა მისმინეთ. იმისათვის რომ თქვენც წვლილი შეიტანოთ იმაში, რომ ეს მაჩვენებელი 60%-მდე ჩაიყვანოთ, გადაამოწმეთ ორი რაღაც. პირველ რიგში, ვიდეო თუ არ აქვს დალაიქებული, აი ეს ვიდეო, თხოვნა არის რომ დაალაიქოთ, ესეც შედის მაჩვენებელში და არხის გამოიწევოთ თუ აქვს გამოწერილი. ამით მეს დამეხმარებით და მე მეს დაგეხმარებით, რადგანაც როგორც კი ავალ მეგობრებო 4000 გამოწერზე, როგორც ვიდეოს დასაწყისში თქვი, გათამაშდება 4 ცალის პაკეტი ტუალეტი. ამიტომაც ვფიქრობ ბევრს გინდათ რომ თქვენს თიბეონთის ბაზაში ამარიაჟოთ 4 ცალის პაკეტი ტუალეტი და თუ გინდათ რომ ეგრე მოხდეს და 4 ცალის პაკეტი ტუალეტი ეგრევე თქვენ ბაზაში გადავიდეს,
უბრალოდ გამოიწერეთ ჩემი არხი, რომ ეს პროცესი დაჩქარდეს. ზუსტად მაკლია 70 გამომწერი. მაგრამ ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრს იმის ლოდინი გეზარებათ, თუ როდისავა ეხლა ზონებანი 4000 გამოტევეთ და ეგეთ რაღაცები გეზარებათ. ხო და ამისათვის მეგობრებო, კიდევ ერთი გათამაშება მაქვს ჩატარებული. ამ მომენტში თამაშდება ტანტანგი და სუშინო. გამარჯვებას მეგობრებო, გადაეცემა ორივე ბრეინოტი, ხოლო ეხლა აგიხსნით თუ როგორ შეგიძლიათ ამ ორი ბრეინოტის მოგება. რაც ნიშნავს იმას, რომ ეხლა ახსნი გათამაშების წესებს და ვისაც მთელი გულით გინდათ, რომ ეგ ბრეინოტები ბაზაში გყავდეთ, უბრალოდ უსმენთ წესებს და გექნებათ შანსი იმისა, რომ მოიგოთ ეს ბრეინოტი. პირველი წესი მეგობრებო, გათამაშების არის ყველაზე მთავარი. ეს წესი მეგობრებო, დრო გადავამოწმებ, თუ არ გექნებათ შესრულებული და თქვათ მაინც მოიგეთ ეგ ბრეინოტი და პირველი წესი არ ქონდათ შესრულებული, სხვას მივცემ. რადგანაც როგორც მეგობრებო თავიდანვე თქვი, ეს წესი არის ყველაზე მთავარი ამ გათამაშებაში. წესი ნომერი პირველი მეგობრებო, თუ გინდათ რომ ეს ბრეინოტი ბაზაში გყავდეთ, ამ ვიდეოს ალაიქებთ და ჩემს სახს იწერთ. თუ მოხდა ისე რომ მოიგეთ ეგ ბრეინოტი და ეს ვიდეო დალაიქებული არ გააქვთ და ჩემი არხი გამოწერილი, ვაიმე! ეგ ბრეინოტი მეგობრებო გადაეცემა სხვა ადამიანს. ამიტომაც ეგეთი სიტუაცია რო ავირიდოთ, ჯობია რომ თავიდანვე შევასრულოთ პირველივე წესი და დავალაიქოთ ეს ვიდეო და გამოვიწევოთ ეს არხი. შემდეგ მეგობრებო, უნდა გადავიდეთ ჩემს Discord სერვერზე. ჩემი Discord სერვერის ლინკი მეგობრებო იქნება ამ ვიდეოს აღწერაში და ზოგადად ყველა ვიდეოს აღწერაში მაქვს ჩემი Discord სერვერი. ეს მნიშვნელოვანი არის, თუ ვერ გადახვალთ, ვერ მოიგებთ. შემდეგ მეგობრებო, ჩემ Discord სერვერის ჩატში უნდა დაწეროთ დაახლოებით 20 მესიჯი. როგორც კი 20 მესიჯს დაწერთ, დაგვხვდებათ ძალიან ბევრი ჩენელები, მაგრამ ყურადღებას ვაქცევთ ამ ჩენელს. ეს არის ჩენელი მეგობრებო, სადაც ტარდება ყველანაირი გათამაშებები და ძველი გათამაშებებიც ჩანს. მათ მეგობრებო უკვე დახვდებათ ტანტანგის გათამაშება. ეგ გათამაშება დახვდებათ მეგობრებო, თუ გაქვთ 20 მესიჯი დაწერილი უკვე, შეგიძლიათ ჩაერთოთ. დააჭერთ ამ ღილაკს და თქვენ ოფიციალურად ჩაერთვებით გათამაშებაში. სანამ გათამაშებაზე საუბარს გავაგრძელებდე მეგობრებო, მოდი ახლა აგიხსნით თუ რა გააკეთეთ თქვენ ამით. გათამაშების აკაუნთი, რომელმაც გამოაცხადა ტანტანგის გათამაშება და რომელიც ჩემი პარტნიორი არის და სულ გათამაშებებს აცხადებს, არ არის მეგობრებო ეგ ნამდვილი ადამიანი, ეგ არის რობოტი და როცა თქვენ ჩაერთვებით გათამაშებაში, მაგას ამ მომენტში ვადა აქვს 1 დღე. რაც ნიშნავს იმას, რომ ამ გათამაშებაში ჩართვისას თქვენ გჭირდებათ მხოლოდ 1 დღე. თუ 1 დღეს გადაცდა, თქვენ ვეღარ ჩაერთვებით გათამაშებაში და ვეღარასდროს ვეღარ მოიგებთ ტანტანგს. ეგეთ დღე მეგობრებო, როგორც კი გავა, ბოტი ამოწმებს ყველა მემბერს თუ ვინები იყვნენ ჩართული გათამაშებაში, თქვათ ჩაერთო გათამაშებაში 6 კაცი. 6-დან ერთ-ერთს თავისინებით ბოტი ამოიჩევს ბოტი და იმას გადაეცემა ბრეინოტი, მაგრამ იცოდით რომ ასევე ბოტი უყურებდა მემბერებს, რომელიც აქტიურობს და იმათ უფრო მეტ ჩანს აძლევდა. მაგალითად ეხლა ჩატში შეხვიდეთ და გათამაშებაში ჩაერთოთ და აღარაფერი აღარ დაწეროთ ჩატში. თქვენ გექნებათ ძალიან ცოტა შანსი იმისა, რომ მოიგოთ ტანტანგი. მაგრამ თუ ჩაერთეთ გათამაშებაში და იაქტიურეთ ჩატში, ბოტი მაგას დააფიქსირებს და მოგიმატებს შანსი იმისა, რომ მოიგოთ ბრეინოტი. თუ მოხდა ისე, რომ მაინც ვერ მოიგეთ ეს ბრეინოტი, არ ინერვიულოთ, რადგანაც ეს ბოლო გათამაშება არ არის, როცა მოვახერხებ მეგობრებო, ყოველთვის გავათამაშებ ბრეინოტებს. ერთხელ ვერ მოიგეთ, არა უშავს მეორედ მოიგებთ. მაგრამ მეგობრებო, თუ აქამდე მოხვედით, რაღაც ელოდებით, ჩაერთეთ გათამაშებაში და დღეს ვეგახდეთ სტანდარტი თქვენი. ასევე მეგობრებო, ჩემი თხოვნა იქნება, რომ ამ ვიდეოს აღწერაში იქნება ჩემი Roblox-ის თამაშების ლინკი. მან და თუ გადახვალთ მეგობრებო და მით უმეტეს თამაშებს დამილაიქებთ, ძალიან მოლობელი ვიქნები, რადგანაც მე მიყვარს როცა Roblox-ის თამაშებს ვაკეთებ და თქვენი დალაიქება მეგობრებო მაძლევს ძალიან დიდ мотивაციას. მალოა მეგობრებო, წინასწარ ვინც ამაში დამეხმარებით და ასევე მეგობრებო, მაქვს YouTube-ზე მეორე არხიც, ვინც არიცით, სადაც ვდებ დეველოპერობის ტუტორიალს.
მაგის ლინკიც იქნება აღწერაში და ვინც ხართ დაინტერესებული თუ როგორ კეთდება Roblox-ის თამაშები, შეგიძლიათ მეგობრებო ეწვიოთ ჩემს მეორე YouTube არხს და მანდაც თუ გამომიწერთ, მალობელი ვიქნები და უფრო მეტ ტუტორიალებს შემოგთავაზებთ. მოკლედ, სულ ეს იყო ის თქმაც მინდოდა. დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგწონთ ეს ვიდეო, აუცილებლად თხოვნ არის რომ დაალაიქოთ, არხი გამოიწეროთ, ზარი გააქტიუროთ, ასევე მეც დამეხმარებით და ტედრენსაც დაეხმარებით, თუ იგივე რაღაცას ტედრენის YouTube აღზეც იზამთ, რომლის ლინკიც იქნება აღწერაში. თქვენთან იყო მეგობრებო რაზორებალი და ტედრენი და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დროებით!